სამი რამ, რაც არასდროს არ უნდა გააკეთო, თუ გინდა რომ არა მხოლოდ დაიკლო, არამედ შეინარჩუნო კიდეც. პირველი, არ დაისახო მოკლევადიანი და არარეალისტური მიზანი. მაგალითად, შენ შეიძლება გინდა რომ ახალ წლამდე დაიკლო 10 კილოგრამი, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. თუ რა თქმა უნდა, გინდა რომ მომატებისგან თავი დაიზღვიო. შეგიძლია ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად შეამცირო ჯანკ-ფუდები და იმოძრაო მეტი. ეს იქნება უფრო რეალისტური მიზანი და ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდები. მეორე, ნუ იქნები პერფექციონისტი. თუ სწორი კვების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ცდუნებას ვერ გაუძლებ და დაარღვევ, ხელი არ ჩაიქნიო და არ თქვა რომ აზრი არ აქვს. აზრი ყოველთვის აქვს და ყოველთვის გახსოვდეს ერთი რაღაც. ერთხელ დარღვევა ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ ორჯერ და სამჯერ ზედიზედ დარღვევა უკვე ახალი ჩვევის დასაწყისი. მესამე, არასდროს გააკეთო დიეტა, რომელიც კონკრეტულ ვადაზეა გაწერილი და გპირდება კონკრეტული რაოდენობით კილოგრამების დაკლებას. ასეთმა დიეტამ შეიძლება მოქცეს კიდეც შედეგი, მაგრამ იმის ალბათობა, რომ მიღებულ შედეგს შეინარჩუნებ, ძალიან მცირეა. თუ დაიღალე უაზრო და არაფრის მომცემი დიეტებით, დღეს საღამოს 9 საათზე გამოვა ვიდეო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვო, რადგან ჩემს ახალ კურსზე გელოდება ძალიან დიდი ფასდაკლება.